Ամենահամերգ ախալքալակի մուրջի ժողովրդական պարային համույթի կողմից կայացավ ախալքալակի մշակույթի տանը։ Համերգի ընթացքում բազմատեսակ պարային համարներով հանդես եկան մուրջի բոլոր տարիքային խմբերը։ Պարային համարներից ոմանք էլ հանդիսատեսին ներկայացվեցին առաջի անգամ։ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში გაიმართება ამავე მუნიციპალიტეტის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლ მურჯის მორიგი სოლო კონცერტი. უკვე მეხუთედ ვატარებ ჩვენ სოლო კონცერტს. ეს კონცერტი ეძღვნება 2024-2025 წლის საანგარიშო შემაჯამებელ დასკვნით კონცერტს და წარმოადგენთ 18 ნომერს მაყურებლის წინაშე. ასევე მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ანსამბლის აღსასრდელები, სტუდიის მოცეკვავეები, ასევე იქნებიან საშუალო ჯგუფი და ძირითადი ანსამბლის შემადგენლობა. რამდენიმე ცეკვის პრემიერა გვექნება დღეს ჩვენს კონცერტზე, სოლო კონცერტზე და რა თქმა უნდა ჩვენი კონცერტი როგორც ყოველთვის სოლო კონცერტი უფასოა, თავისუფალია დასწრება. მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით მადლობა უთხრა მშობლებს ხარდაჭერისთვის, მადლობას ვუხდი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას და მადლობა საკლუბო გაერთიანებას ხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. նոր վրացական խումբ, որտեղ պարում են հայերս, ամենից համար մեծ հաջողություն են։ Մաշասե, Ինոցմիտիս ռայոն, սոպետ փոքիս մամաթա մոնաստերთან და փոքის საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლի փոքის խիվები։ Ինոցմիտայի շրջանի գյուղ փոկայի հայրերի Մենաստանի և փոկայի հանրային դպրոցի կից գործող Փոքիս խիվերի դպրոցի տնօրեն Մովսես Ալվանջյան, պարուսույց Սոխումի պետական համույթի նախկին պարող Օթար Ճիշկարյան։ Սկոլիս դիրեկտորի Մովսես Ալվանջյանի, քորեոգրաֆի Սոխումի სახელმწიფო անսամբლის ყოფილი մոցեկովი Պատոնի Օթար Ճիշկարյանի, ցեկվա Դաունուրի Սամայաթի
համերգը կայացավ Ախալքալաքի քաղաքապետարանի եւ մշակույթի տան ղեկավարության աջակցությամբ։ Ծառայինա քարտული խելոքების ուրմանգլես ერთ-ერთ ուրմանգլես պրեմիაზე და მე ვფიქრობ რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაც იყო და მე მინდა გავახმოვანო ეს ფაქტი და ეს ძალიან მაგარი ფაქტი. მე აუცილებლად მინდა აღვნიშნო რომ ის სადაც და რასაც გიორგი აკეთებს ეს არის უდიდესი შრომა და ძალიან დიდი საქმე ჩვენი ორი ერის მეგობრობაში. მე მგონი ამაში დამეთანხმებით. იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ აღნიშნავს და აღნიშნავ კიდევ რომ ჩვენი ერების მეგობრობა იწყება ჩვენიდან, იწყება აქედან, იწყება იმ საქმიდან, რასაც ბატონი გიორგი აკეთებს და რასაც თქვენ აკეთებთ, ჩემო მეგობრებო. ამიტომ მე მინდა გაცნობოთ, რომ ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოვდება ბატონი გიორგი მეტრეველი. ბატონ გიორგი მეტრეველს მიენიჭა წოდება ხელოვნების კარიბჭის მცველი. და ბატონ გიორგი მცველი რა მცველია თუ მას ქართული ხმალი არ გააჩნია და ეს ქართული ხმალი თქვენ ბატონ გიორგი ნიშნად აღწევებისა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩემო მეგობრებო, ბატონ გიორგი კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ წარმატებას, ამ წინსვლას და დავშვებო, იამაყეთ იმით რომ ხავთ უმაგრესი პედაგოგები, იამაყეთ იმით რომ ხართ უმაგრესი ბავშვები და იამაყეთ იმით რომ ხავთ უმაგრესი მშობლები. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც ანსამბლ მურს გვერდში უდგას. დავიწყებ ჩვენი გამგეობიდან, რაც ჩემამდე მოსულა სმენად და რაც მე ვიცი, რომ ძალიან აქტიურად ჩართულია ჩვენი გამგეობა და მერია იმაში, რომ ანსამბლი მურჯი იყოს ერთ-ერთი საუკეთესო ანსამბლი და საქართველოს მასშტაბით ყოველთვის და არა მარტო საქართველოს მასშტაბით ყოველთვის იყოს წარმოდგენილი ახალქალაქის სახელით. უღრესი მადლობა თქვენ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ბავშვებო წარმატებულ გამოსვლას. ეს წოდება თქვენ გეკუთვნით სანს და დიდი მადლობა თქვენი ბავშვებო ყველა მონაწილეს, ვინც აკეთებთ მონაწილეობა. მინდა სცენაზე მოვიწვიო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბატონი მეკრტიჩ მიხდესიანი. ხალხო, მოგესალმებით. მე პირველ რიგში მინდა გადავხადოთ დიდი მადლობა ასეთი ლამაზი ღონისძიების ორგანიზატორს ბატონ გიორგი მეტრეველს. ასეთი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტში ძეგლის განვითარებისათვის. გაიხარე გიორგი ჭამ. ისურვებ კიდევ დიდი წარმატებები მომავალში და მინდა გადავხადოთ დიდი მადლობა ჩვენი ახალქალაქის მეგობარი ლევან დაბადაძეს და თავის ოჯახს. გთხოვთ ბატონო ლევან, მოდი ჩემთან მინდა ერთი პატარა საჩუქარი იცით რა ჩვენი თვალიდან ვერაფერ ვერ მოიმარება. გთხოვთ ჩვენთვის ძალიან დიდი მადლობა ეს დღეს ძორს და მე
მე მახსოვს რომ თქვენთან ერთად იყო თქვენი შვილი. აი მეორე საჩუქარი თქვენი შვილისათვის. ძალიან დიდი მადლობა თქვენს. მადლობა მადლობის მადლობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერვას ქალბატონ ოლიკო მელიქიძეს უმეტეს მადლობა ახალქალაქის კულტურის სამსახურის უფროს ამ დაფასებისთვის ყურადღებისთვის ჩემი სტუდენტის ყურადღებისთვის და უმეტეს მადლობა ყოველთვის ჩვენს ანსამბლის გუნდში დახართ და მოიმედოთ. მინდა სცენაზე და ბოლოს ერთ-ერთი ძალიან საყვარელი ადაჩემის ძვირფასი ადამიანი ეძება ამ კონცერტს და ვფიქრობ ჯავახეთისთვის უწყეს გული და ჯავახეთის მაჯის ცემაზე უდევს ყური ყოველთვის არაერთი დიდი პროექტი შეუსრულებია და ჩემთვის ამაყვა მეამაყება დიდ მსოფლიოში პოპულარიზაციას უწევს ჩვენს რეგიონს და დიდი სიყვარული, დიდი პატივის წევით ვიწვევ ბატონ კულტური მეკრევალ სცენაზე. ბატონ კულტური გთხოვთ მოგწონთ. ამაჟერეთ მოგესალმებით, ბატონებო და ბატონებო, ჩვენი ლამაზი ბავშვებო, ცოტა ემოციური კაცი ვარ, ისედაც ასეთი ოფიციალური გამოსვლების გამოცდილება არ მაქვს და ისეთი სილამაზე გვაჩვენეთ ჩვენ, ისეთი ხელოვნება ყველასთან ერთად ძალიან მოხიბლული ვარ, უბნესი მადლობა თქვენს მასწავლებლებს, ბატონ მარიამს, ბატონ გიორგის, არაჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებაც ფაქტიურად ნულიდან დაიწყეს ყველაფერი. მე ისეთ პერიოდში გავიზარდე, როდესაც შუქი არ მქონდა, აი როგორც დღეს, მაგრამ ყველაზე დიდი ტკივილი იყო, რომ ჩვენ ორი ჯავახეთის მაცხოვრებელი ერი, სომხების და ქართველების ტრაგიკული ისტორიის მატარებელი ხალხი ვარ და ამ ყველაფერმა ჩვენს ფოლკლორზე დიდი დალი დაასვა ჩვენს კუთხეში. ამიტომ ერთადერთი ჩვენი სანახაობა იყო ადგილობრივი ქორწინები, რომლებშიც საერთო მუსიკოსები ყავდა, მაგრამ ჩვენი ცემა სიმღერა არც სომხურს ყავდა ბოლომდე და არც ქართულს. საბედნიეროდ ჩვენ დღეს ასეთი დიდებული ანსამბლი ყავს ჯავახეთში და ამისათვის უბნესი მადლობა თვითონ ანსამბლის ხელმძღვანელებს, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ჩვენ სამგელოებას, ყველა მშობელს, რომელმაც ხელი შეუწყეს ასეთი საოცარი ბავშვების მომზადებას. ისეთი დონის ანსამბლია ჩვენი ლურჯი მე რომ აკვირდები ნამდვილად დიდ პოპულარიზაციას გაუწევს ჩვენს ხელოვნებას არა მარტო საქართველოში, უცხოეთშიც. ამისათვის დიდი მადლობა ყველას. გილოცავთ ამ დიდებული იუბილეს ხუთმეტი წლის თავს. ყველა წარმატებას გისურვებთ. გაიგეთ. და ბოლოს ყველას უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის, დაფასებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.